მოკვლავა ჟურნალისტის უბნიდან გადავიღე ფილმის სვანეთს. ვერჟირას ცხოვრობ პირველ ყოველდღიურად თითქმის, მაგრამ მე კოდორის საუბარში თავიდან ესტონკაში, გუირიფის რაიონის სოფელი ესტონკაში. ის პირველი ხო დაეცა ის სოხუმი. მე წამოვედი კოდორის საუბარში ხო ჯარი რო შემოიყვანოს, ჩვენი ჯარი. მე ერთი-ორი წელი კიდო იმენარჩუნეთ და მე უკვე ახალი რო ცხოვრობ ამაში მე ქირას ვიხდი. ყოველდღიურად 300 ლარი და ნიგოზე რაც მოდის, იმას ვაძლევ ამის ხაზე იმს. შობა ყანაში მუშაობა ან სათიბი მაქვს ანძროხებს მოული მეტი რა არაფერი ისეთი ოჯახის სამუშაოები რაც არის ოჯახის სამუშაოები საქონელი ბევრი ყავთ? არა იმდენი კაცო სამი მყავს და დეკეული და ორი დრო ყოველ სულზე ვღებულობ თორდება და ტოლების დახმარება რომ მეტი საშუალება რა სულ რამდენი შვილი ყავთ? 7 5 გოგო და 2 ბიჭი არ გიჭირთ ამ ხელა ოჯახის გაზღვა? რა უნდა გავიჭირო აბა ყველაზე მეტად შვილები რას გთხოვენ აი რა უნდათ ყველაზე მეტად ყველაზე მეტად წიგნები ზანსაცმელი და ასეთები საჭმელად თუ არ ფიქრობენ წიგნებს ვერ ყიდულობ წიგნებს ბიჭო რა ზანსაცმელი კიდონი ჩევა როგორ მე გავახერხებ და მეტანი ძირია წიგნები 6 ყველა სასკოლო მყავს 6 შვილი და ამდენი 20-30 ლარი ეს წიგნი ხარე აფხაზეთში არ იყო ძნელი ცხოვრება მაგრამ ახლა უკვე ძნელია აქ ცხოვრება როგორი? აქ არის ძნელია, ხανε თოვლი იცის მაგარი. სამჯერ ოსტერ უნდა ჩამოვთუვა ამ ხელსახვი. ჩამოვთუვა, მერე ზამთრის გამოსაკვები თუ არ იქნება, საქონელი და გაგიწყდება. მე ზამთრის მარაგი ფქვილი და რაღაცა თუ არ იქნება, სად უნდა წახვიდი აქ, იკეტება გზები 2 კვირით, 3 კვირით. მოწყვეტილი ვარ ქალაქიდან. ყველას უჭირს ლევანდიოვის დღეზე, ეწეს მუშაობა წელს არ იყო, სახარხები არ მუშაობდნენ. რა უნდა გავუკეთებინა? არაფერი. აბსოლუტურად დაბიკის ოდნავ. თორემ ისე სახერშიც მუშაობა ხანდის ხანაქანე მაგრამ წელს არ დაწყებულა კიდე. მაინც თავრობაზე ხარ დამოკიდებული? აბა თავრობაზეა დამოკიდებული ახლა ჩუმშიდობო იქნება, ჩვენთვისაც კაი იქნება. თუ რუსებს შეურიგდით, შეიძლება უფრო კარგი დრო მოვიდეს და თუ შეურიგდით. ეკონომიკური ცხოვრება. ყველაფერი აკლიას ბარანი შევა კაცო მთავარია ჯანმრთელობა და როგორმე გავიტან თავს აბა რა ვქნათ რამდენი ხანია რაც აქ ხარ უბერში ხარ 7 წელი მუსიკას უსმენ დაქალებთან ერთობი ნუ აი ხშირად არ გავდივარ სახლი სპორტით ვერთობით რა ძირითადად სპორტით როგორ ფეხბურთი, ყველანაირი სახეობა. ფეხბურთს თამაშობ შენც? თამაშობ. რატო გადაწყვიტე რომ ფეხბურთი გეთამაშე? ნუ ეხა ისე არ თამაშობ ხშირად, მაგრამ ზოგჯერ აი რომ თამოვიწყენთ გოგოები და რაღაცა თამაშობთ. სკოლას რომ მორჩები რა უნდა გააკეთო? ვაპირებ მუსიკალური ჩავაბარო. რა გაქვს აი ესეთი ყველაზე მეტად რა გინდა? შენი ოცნება რა? აი გავხდე მომღერალი და მე ვიმოგზაურო. სად გინდა რომ იმოგზაურო? ყველგან. ნუ მოწყენილი ვარ იმის გამო რომ აი რო გავალ მაგით სახელი რო გავალ რა გავაკეთო არაფერი აი ეს გასართობი საშუალება აბსოლუტურად არაფერი არა. სად გინდა რომ აი ცხოვრობდე რომ სად ცხოვრობ? და ალბათ ინგლისში. ინგლისში, რატო ინგლისში? რა ვიცი. მომწონს. ინგლისური თუ იცი? ინგლისური სწავლობდა. ეხა ვიცი, ისე კარგად არა, მაგრამ მედია კარგად ვისწავლე და მე მეთოდინებოდა და სწავლა.
სოფლიდან ამოვედი უკვე მესამე წელია მუშაობ ჭუბერის საჯარო სკოლაში. ბოლო წლებში ჩემს მშობლიურ კუთხეს დაუბრუნებოდი და ჩემი წვლილი შევეტანა მოსწავლეების განათლებაში, მათემატიკის სწავლების საკითხში. მთელი განაკვეთი დატვირთვა მაქვს და მუშაობ ვასწავლე მე-9, მე-10, მე-11 და მე-12 კლასებში. განსხვავება ახლა მე სხვა სკოლებში დამუშავებული ვარ და განსხვავება საკმაოდ დიდი არის. კერძო დროში გამოიხატება განსხვავება. ბავშვები არის უაღრესად წესიერი ბავშვები არიან, დამჯერი, სწავლას მოწყურებული, სწავლის სურვილი უაქვთ გააჩნიათ. თავისუფალება ერთს ნიშნავს და ზღვარი მოსწავლესა და მასწავლებელს შორის არც შემთხვევაში არ უნდა მოიშალოს. თავისუფლება და ბავშვის მიმართ ლოიალური დამოკიდებულება ერთია და მთლად მოსწავლესთან აღრევა და მათთან ზღვრის მოშლა ეს მეორე. ასე რომ მაინც რაღაცა საზღვარი უნდა არსებობდეს მასწავლებლისა და მოსწავლეს შორის. ადრინდელი ტრადიციები ახლა ყვირილი და ცერმა და დასჭა და ეს რა თქმა უნდა ჩემთვის მიუღებელი იყო და არის დღესაც. მოითხოვს კაპიტალურ შეკეთებას. თქვენ თვითონ ხედავთ რომ გარეგნული ხედი სკოლის შესაკეთებელია შიგნით საკლასო ოთახები, ბერეფნები, შემინვა არის საჭირო და ამაზე ალბათ უნდა იფიქროს მთავრობამ, როგორც ფრონტის პირაქალაქი ისა სოფლად ითვლება ჭუბერი, კოდორი აქედან რამოდენიმე კილომეტრია და კილომეტრითაა დაშორებული და ალბათ უფრო მეტ ყურადღებას მოითხოვს როგორც სკოლის შენობა ნაგებობები, ასე მატერიალური ბაზის შექმნა. აქაური ვარ ძირითადი, მაგრამ ტოლვილი ვარ გალიდან. პროდუქტები ძირითადში. ვაჭრობ ცოტას, მე ინვალიდი ვარ, მე სხვა არაფერი არ შემიძლია. ტურისტული გავაკეთო და წამლების აი მისთვის მუშაობ. სამუშაო არაფერი არ არის. ერთი სკოლა არის და მეორე გამგეობა, მეტი აქ აბსოლუტურად არაფერი არაა სამუშაო. გამგეობაში ერთი მუშაობს კალი. მესაქონლეობაც ძალიან ჭირს აქ, იმიტომ რომ ძალიან შორს უნდა წაიყვანონ საქონელი. მე არ ამყავს შვილი, მარტო ხელა ქალი ვარ, ცხოვრობ მიტოვებულ სახლში ვარ. და ცოტა იმას ვამუშავებ მიწას, მაგრამ მეხმარებიან ხანი. არ გიჭირთ მარტო ცხოვრება? მიჭირს, ძალიან მიჭირს. ძალიან მიჭირს, ახლოს ცხოვრობენ ჩემი და ისინი მაკითხავენ ზოგიერთ. მე ასე მარტო ხელა რო ვარ და ეს ტკივილები და ყველაფერი ბევრჯერ მიფიქრია მე თავის მოკლაზე, მაგრამ რაც ეკლესიაში დავიწყე სიარული და ისა მე უფრო განიტვირთა ჩემი ორგანიზმი და მე არასოდეს თავს არ მოვიკლავ და არ ვიფიქრებ ამ სიკვდილზე. შვილები როცა ყავს, ოჯახი როცა გაქვს, სხვანაირი ცხოვრება იქ მაინც. ჯერ სულიერადაც სხვანაირი ხარ. მე გვერდით მდგომი ყავს და რა თქმა უნდა სხვანაირი სიტუაცია იქ. ოჯახის უფროსი კაცი უნდა იყოს თქვენიანი? სულ ერთია, რომელი უფრო ჭკვიანიც იქნება ოჯახში, ის უნდა იყოს უფროსი. ქალს და კაცს არა აქვს მნიშვნელობა? რა მნიშვნელობა აქვს, აბა ჩვენ ქართველებში მაინც კაცია უფროსი. ხელი შემიშალა ჩემ ავადმყოფობამ. თორემ მე არასოდეს არ მიგრძნია რომ ქალი რო ვარ, იმიტომ დამცირებულად თავი პირიქით ბევრ მამაკაცს ჯობნიდი ყველაფერში. თუ ჩვენ ერთმანეთში საქართველოში ერთმანეთში შეთანხმებულად არ ვიცხოვრებ, რა თქმა უნდა ცუდი ის გვექნება პირობები და მტერიც უფრო დაგვჩაგრავს და მტერთანაც უფრო სუსტი გამოვალ.